თავარი არსი ქონდათ ერთადენ რამეში, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ ნებისმიერი საშუალებებით, რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ არაფერს არ ერიდებოდნენ, იყვნენ დაუნდობელნი, თუნდაც 7 ნოემბრის აქცია, 6 მაისის აქცია, რომელიც მონაწილეები ჩვენ ყველანი უმეტესობა ერთად ვიყავით და 26 მაისის ღამეს აქ იყო. საშინელი ამინდი იყო ეს ყველა სახსოვს ალბათ, კოგისპირული თავსხმეწმება იყო და ღამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტიურად მთელი ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაღწიეს ასე ვთქვათ ყულფში, რომ მათ გასასვლელი არ ქონოდათ, გამოიყენეს, არ ვიცი რა სახის, რამდენი სახის ასე ვთქვათ საბრძოლო ტექნიკა ადამიანებს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ერთი გასასვლელიც ქონოდათ, რომ გარიდებოდნენ ამ იმას. მხოლოდ მიზეზი იყო და მიზანი იყო, რომ დაესაჯათ. ჩვენ დაჟა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ასაკლაუს ვეძახი უბრალოდ უწოდებ, იმიტომ რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერ წარმოიდგენდა ვერაფერი, იმიტომ რომ ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული, რომ დავიწყოთ. შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა. მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. მე ვიძახი, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო 3 კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იქ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. მე 9 აპრილი, იმიტომ ახსენე ეს საშინელება უბრალოდ. ხალხს შეეძლო კი მისდებდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ჩვენ ეს ინფორმაცია ჰქონდა